სამსახური იგზავნება ამერიკაში იმისთვის, რომ მათ უმაღლეს ხარ ისინი დამატებით ფინანსად გამოსვის პროცესი გამოყოფენ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა კიდევ ერთ სოციალური დახმარების კომისია, რომელიც ფინანსებს სამხედრო მოსამსახურეები, თუმცა 2014 წლის პირობებში შეეწოთ. ქვეყნის სამსახურში ეს არის განცხადება, დამადასტურებელი დოკუმენტი იღებენ დამატებით იმ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც ამოქმედება 2014 წლის 1 იანვრიდან. ცვლილებები სარსი მდგომარეობს შემდგომში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა ოჯახებზე აგრეთვე სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილთა ოჯახებზე თითოეულ გარდაცვლილზე ყოველთვიურად სახელმწიფოს მიერ გაიცემა 500 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია. უშუალოდ მისი მიღების უფლება გააჩნიათ გარდაცვლილის მშობლებს და მეუღლეებს ასაკის მიუხედავად, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის შვილებს და შრომის უნარო შვილებს ასაკის მიუხედავად. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ეს პროცედურები იმისათვის, რომ განცხადების და შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მოხდეს მათი დანიშვნა. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ უკვე 2014 წლის ბიუჯეტში სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის დამატებით ჩაიდო 25 მილიონი ლარი და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ის პატარა წვლილი არის სახელმწიფოს მხრიდან ამ ბიჭების და მათი ოჯახების დაფასებისათვის და სახელმწიფო მომავალშიდაც განაგრძობს ვეტერანთა შეზღუდული მქონე პირთა და მათი ოჯახების სოციალურ და მატერიალურ ხარდაჭერას. მოგესალმებით თავდაცვის სამინისტროს სახელით. გვინდა რომ თავდაცვის სამინისტროს სახელით ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ მთავრობას ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, მიმდინარე წელს 2013 წელს არაერთი ინიციატივა განხორციელდა, რომელიც იყო ორიენტირებული როგორც მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების დაფასებაზე, ასევე გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების და მძიმედ დაჭრილი სამხედროების დაფასებაზე, მათი ოჯახების დაფასებაზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. 500 ლარიან და შემდეგ 2014 წლიდან 1000 ლარიან ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები. ასეთი ოჯახები აღრიცხა ვეტერანთა დეპარტამენტმა დაახლოებით 2500-ზე ცოტა მეტი არის ასეთი ოჯახების რაოდენობა, თუმცა მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სოციალურ მუშაკებთან იმისთვის, რომ ეს კომპენსაცია დაენიშნოთ. მე მინდა რომ დავასახელო კიდევ რამდენიმე სხვა ინიციატივა, რომელიც 2013 წლის განმავლობაში განხორციელდა მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. როგორც იცით, საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს ადრე ჰქონდათ 15000 ოჯახებს 15000 ლარიან დახმარებას იღებდნენ და წელს ეს დახმარება გაიზარდა 100000 ლარამდე. ასევე გაუმჯობესდა გაცილებით სადაზღვევო პაკეტი სამხედრო მოსამსახურეების და ისინი დღეს ისეთივე სადაზღვევო პაკეტით სარგებლობენ, როგორიც აქვს მინისტრს. ამ ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში დასაქმების და გადამზადების პროგრამა მძიმედ დაჭრილი ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ასევე მთავრობის მხარდაჭერით 19 ორმაგი ამპუტაციის მქონე სამხედრო მოსამსახურე იგზავნება ამერიკაში იმისთვის, რომ მათ უმაღლესი ხარისხის პროტეზები დაუმზადდეთ. და ასევე თავდაცვის სამინისტროში მოქმედებს სოციალური დახმარების კომისია, რომელიც ფინანსურად და მკურნალობისთვის დამატებითი ხარჯებს ასევე უფარავს სამხედრო მოსამსახურეებს და აქაც მინდა რომ შემთხვევით ვისარგებლო და ჯანდაცვის სამინისტროს გადაუხადო მადლობა თავდაცვის სამინისტროს სახელით, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ხშირად გვეხმარება ჩვენ, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მძიმედ დაჭრილები გავზარდოთ საზღვარგარეთ მკურნალობისთვის და ისინი დამატებით ფინანსებს ამისთვის პროცესი გამოყოფენ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ეს მცირე არის იმასთან შედარებით, რასაც იმსახურება სამხედრო მოსამსახურეები, თუმცა 2014 წელსაც, როგორც თავდაცვის სამინისტრო, ისევე მთავრობა განაგრძობენ მუშაობას იმაზე, რომ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს უკეთეს პირობებში შეეწოთ ქვეყნის სამსახური და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები უფრო მეტად იყვნენ დაფასებული.